ბერლინის კედელის ქართული ანალოგი რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ერგინეთსა და ქალაქ ცხინვალს შორის გავლებულ საოკუპაციო ხაზთან დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბეტონის კონსტრუქცია, რომელმაც საქართველოს ძირძველი საამაჩაბლო ჩამოაშორა, მალე დაინგრევა. ერგინეთიდან დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკურ ოპონენტებსაც მიმართა, ნუ გათელავთ მეომრების ღირსებას და ნუ ვიტყვით, რომ რუსეთი ბოლო 200 წელია არ ცდილობს საქართველოს სახელმწიფოებრიობა წაართვას. ამ განცხადებით მიმართა დღეს ბაქრაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს. დავით ბაქრაძე ერგინეთის საგუშაგოს სამართალდამცველებსაც ესაუბრა და მათთან ერთად აგვისტოს ომის დღეები გაიხსენა. დღე არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძიმე თარიღი, როდესაც იყო რუსეთის მხრიდან ღია მცდელობა მოეხდინა ქართული სახელმწიფოს ოკუპაცია და ამით კიდევ ერთხელ ბოლო 200 წლის განმავლობაში ბოლო მოეღო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. დღეს პირველ რიგში ვიგონებთ ყველა ჩვენ დაცემულ გმირს, როგორც მებრძოლებს და სამხედროებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას. და დღევანდელ დღეს მე მინდა განსაკუთრებით ვთხოვო ყველა ჩვენს კოლეგას თუ ოპონენტს. მოდით ვიდაოთ ნებისმიერ თემაზე, გაგვაკრიტიკეთ ნებისმიერ საკითხზე, გაგვლანძღეთ ჩვენ, მაგრამ ნუ გავლანძღავთ ჩვენს ქვეყანას, ნუ გავქელავთ ჩვენი დაღუპული მებრძოლების ღირსებას და ნუ ვიტყვით, რომ საქართველო და ქართველები არიან დამნაშავე იმაში, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში რუსეთი ებრძვის ქართულ სახელმწიფოს და ამ ბრძოლის შედეგი იყოს სამჯერ პირდაპირი აგრესიის და სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა. ეს საოკუპაციო ხაზი, რომელიც აქედან რამდენიმე მეტრშია, არ გადის მხოლოდ ქართულ მიწაზე, ის გადის ყველა ქართველის გულზე და ამიტომ ყველა ჩვენგანის საერთო ამოცანა უნდა იყოს ვიბრძოლოთ ყველამ ერთად, მხარ-დამხარ, იმისთვის, რომ ეს კედელი რაც შეიძლება სწრაფად იქნეს დანგრეული, საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გამთლიანდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ეს აუცილებლად ასე იქნება. ეთნიკური წმენდა და მიწასთან გასწორებული ქართული სოფლები 2008 წლის ეთნოწმენდის დამადასტურებელი სატელიტური ფოტოები ოკუპაციის მუზეუმში დაიდებს ბინას. კოსმოსიდან გადაღებული დოკუმენტური მასალა ნათლად ასახავს თუ რა ხდებოდა ომის დღეებში ცხინვალის რეგიონში. მიწასთან გასწორებული ქართველების სახლები და გადამწვარი სოფლების ამსახველი ფოტოები კოალიციამ სამართლიანობისთვის მოიპოვა და ეროვნულ მუზეუმს გადასცა. მიწასთან გასწორებული ქართული სოფლები, განადგურებული და გადამწვარი სახლები, შედეგი რომელიც რუსულმა აგრესიამ მოიტანა. ეს არის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით შექმნილი ვიდეო პროექტი, რომელიც 14 ქართულ სოფელში არსებულ მძიმე ვითარებას ასახავს. ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ საცხოვრებელი სახლების ერთი ნაწილი გადამწვარია, მეორე ნაწილი კი ბულდოზერის საშუალებით მიწასთანაა გასწორებული. ეს იმიტომ, რომ დევნილებმა საკუთარ სახლებში დაბრუნება ვერ ასოდეს შეძლონ. ეთნიკური წმენდა, რომელიც იქ მოხდა, დღესაც გრძელდება, ვინაიდან ეს ადამიანები, დაახლოებით 22,000 ადამიანი, ჯერ კიდევ ვერ ბრუნდებათ საკუთარ სახლებში. რაც და საკუთარ სახლში დაბრუნება ზოგადად ყველა ადამიანის და მათ შორის დევნილის ფუნდამენტური უფლებაა. ვიდეო პროექტზე არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია სამართლიანობისთვის მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. 12 წუთიანი პროგრამა დღეს როგორც ექსპონატი ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. ფოტოსურათების მეშვეობით, რომლებიც გადაღებულია ნაწილი ომამდე 2007 წელს და ნაწილი ომის მერე და მათი შედარებიდან ჩანს ესე იგი ყველა მთელი ნამოქმედარი, რაც მოახდინეს ოკუპანტებმა. ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნოწმენდის ამსახველი კიდევ ერთი დოკუმენტი დღეიდან საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში განთავსდება. მისი ნახვა დამთვალიერებას მომავალი კვირიდან შეეძლება. 4 წელი აგვისტოს ომიდან დღეს ყველა უახლესი ისტორიის მძიმე დღეებს იხსენებს. 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. რუსულმა არმიამ საქართველოს რუსეთის საზღვარი როკის გვირაბის გავლით გადმოლახა და მძიმე ტექნიკის დისლოკაცია ჯავის რაიონში მოახდინა. 7 აგვისტოს ოსმა სეპარატისტებმა იერიში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად სოფლებზე მიიტანეს. მასირებული იერიშები განხორციელდა დიდი ლიახვის ხეობასა და სოფელ ავნებზეც. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა. პროვოკაციები მალევე ფართო მასშტაბიან
ომებიან ომში გადაიზარდა 10,000-ობით ქართველი იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი სახლები და თავისავე ქვეყანაში დევნილი გამხდარიყო. რუსულმა არმიამ 7 აგვისტოს საღამოს უკვე ქართული პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო. 8 აგვისტოს შიდა ქართლში რუსული ავიაცია გამოჩნდა. 9 აგვისტოს რუსეთმა ცხინვალის რეგიონში დესანტი გადმოსხა, ხოლო ბომბდამშენებით ქალაქ გორზე იერიში მიიტანა. რუსეთმა ამავე დღეს 13 საათსა და 40 წუთზე დაბომბა ზემო აფხაზეთი. ომის დღეებში საკუთარი სახლი 127,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რუსული აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვისტოში დაიღუპა 224 მშვიდობიანი მოქალაქე, 161 სამხედრო და 11 პოლიციის თანამშრომელი. დაიჭრა 2000 სამოქალაქო პირი, ჯარისკაცი და პოლიციის თანამშრომელი. რა გახდა 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის მიზეზი და რატომ დაიწყო კრემლმა სამხედრო მოქმედებები? ანალიტიკოსები დღეს კრემლის მთავარ მიზანზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ პუტინის ერთადერთი ამოცანა საქართველოში ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის დასავლეთისკენ ინტეგრაციის შეჩერება იყო. ეკა სოსელია გიამბობთ. რა სურდა რუსეთს 2008 წელს? რა იყო საომარი მოქმედებების, აგრესიისა და ეთნოწმენდის მთავარი მიზანი? ეს არის შეკითხვა, რომელზეც ომიდან 4 წლის შემდეგ ანალიტიკოსები კიდევ მსჯელობენ. პრინციპში პასუხი ამ კითხვებზე აქვთ. მით უმეტეს, რომ ომს მალევე თავად მედვედევის აღიარება მოჰყვა. რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის განცხადება, რომელშიც მან ომის დაწყება დაადასტურა. Если бы в 2008 году и вы 2008 წელს გადამწყვეტი ზომები რომ არ მიგვეღო, დღეს მსოფლიოში სხვა გეოპოლიტიკური განლაგება იქნებოდა. მთელი რიგი ქვეყნებისა, რომელთაც ხელოვნურად ითრევდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ჩვენი უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, დღეს სავარაუდოდ უკვე ნატოში იქნებოდნენ. искусственно затащить в Североатлантический альянс, скорее всего, был бы там. მედვედევის ეს და სხვა მსგავსი შინაარსის განცხადება ანალიტიკოსებისთვის მთავარ კითხვაზე მთავარი პასუხია. აღიარება, რომელმაც რუსული პროპაგანდა ერთბაშად გაანეიტრალა. არაერთხელ თქმულა ის, რომ იმ ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა, დასავლური ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა არის წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის ფედერაციისათვის და ის გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ არ დაუშვას მის, ასე ვთქვათ, ახლო სამეზობლოში, როგორც რუსეთის ფედერაცია საუბრობს ხოლმე ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე, არ დაუშვას ახლო სამეზობლოში ნატოს საზღვრების არსებობა. საქართველოს ხელისუფლების დამხობა, კონტროლის დაწესება ენერგომატარებლებზე, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. ანალიტიკოსები რუსული აგრესიის მიზეზებს ასე აყალიბებენ. საქართველო იყო ჩართული ორ ძალიან სერიოზულ წამოწყებაში და პროექტში. ეს იყო ნატოს გაფართოება, სადაც ჩვენ ვიყავით უკრაინას, თქვა, დღის წესრიგში ერთად. და მეორე ის იყო, რა თქმა უნდა, ენერგეტიკული დიდი კორიდორი, ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული. და ამ ორი პროექტის წინააღმდეგ, ამ ორი წამოწყების წინააღმდეგ იყო ძირითადად, რა თქმა უნდა, მიმართული ეს ომი. და ორი შემთხვევაში საქართველო იყო ჩართული და იგი იყო, თქო, უმოკლესი სამიზნერო ჩაეშალა რუსეთს, ესე თქვა, აი ეს ორივე დიდი გრანდიოზული პროექტი. და რაც საბოლოო ჯამში პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ არ გამოვიდა. მიდის პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი ან სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხ შორის, ნაციონალური წარმომავლობის ხალხ შორის, ეს არის უყოფერეთული. რეალურად ეს ომი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთს აინტერესებს საქართველოს ტერიტორიების დაქუცმაცება. აგრესია განხორციელდა, თუმცა შედეგად მხოლოდ აგრესორისა და ოკუპანტის იმიჯი დარჩა. ექსპერტების აზრით, რუსეთმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. ვერც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. მთელი ცივილიზებული სამყარო მცირე გამონაკლისის გარდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ და არადამოუკიდებელ რეგიონებად თვლის. ეს მცირე გამონაკლისი კი მხოლოდ ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუაა. ის მოექცა ძალიან სერიოზულ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ და განსაკუთრებით გართულდა რუსეთის ვითარება მას შემდეგ, რაც მან დაარღვია საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმები და მოახდინა ამ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. რუსეთის პროტესტის მიუხედავად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეზოლუციებში ეს ტერმინები ფიქსირდება. კრემლის მიმართ დასავლეთი მკაცრ ტონს არ ერიდება. ცივილიზებული სამყარო რუსეთს ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვისკენ და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
რუსეთის მთავარი მოტივი მაინც საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირისაგან მიმავალი გზის გართულება იყო. რადგან ის ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სულ რამდენიმე კილომეტრში რუსი სამხედროები დგანან და საქართველოს არ აქვს ამ ტერიტორიაზე სუვერენიტეტი, ეს ნატოში გაწევრიანებას გაართულებს. თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს როგორც პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყანას დიდი შანსები აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი. მე რა თქმა უნდა მიმაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული. გაითვალისწინებს თუ არა რუსეთის ცივილური სამყაროს მოწოდებას კრემლის რეაგირებას უახლოეს მომავალში არავინ ელოდება, თუმცა ანალიტიკოსების აზრით ეს შედარებით გრძელვადიანი დიპლომატიური ზეწოლა, რომლის გათვალისწინებას მოსკოვს აუცილებლად მოუწევს.